პარლამენტის უკანას შესასვლელთან ამ წუთებში იკრიბებიან მოქალაქეები არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი ეგრეთ წოდებული კომისიის საქმიანობის გასაპროტესტებლად. ანწუხელიძე უკვდავია ამ სახელწოდების აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ღალატი სტოლფასია მონაწილეობა კომისიაში, რომელიც საქართველოს უახლესი წარსულის, რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ამ ოკუპაციის საერთაშორისო აღიარების გადახედვას ცდილობს. პარლამენტის წინ კი უკვე მიმდინარეობს მზადება დღევანდელი მასშტაბური აქციისთვის, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34 წლის თავისთვის დაიგეგმა. შეკრებილებს სიტყვით მიმართავს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, დაგეგმილია სხვადასხვა მსვლელობაც. ანუ ჩაკვეტაძე შემოგვიერთდება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან და მოგვიყვება დღევანდელი საპროტესტო გეგმების შესახებ. დიახ, 8 საათზე ნაკლები რჩება უკვე ვიდრე დედაქალაქის მთავარ გამზირზე დაანონსებული მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყება, დგება ხალხის გაზაფხული. ეს არის დღევანდელი საპროტესტო აქციის სახელწოდებაც და პრინციპში მთავარი გზავნილის, რომლის გარშემოც მოქალაქეები გაერთიანდებიან. დღევანდელი საპროტესტო აქციაზე შეხვედრის მთავარი ადგილი ტრადიციულად ისევ იქნება რუსაველის გამზირი, პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია, ხოლო როგორც გითხარით, შეხვედრის დრო იქნება ზუსტად 8 საათში, საღამოს 8 საათი. ახლა აქ ნელ-ნელა იკრიბებიან პარლამენტის წინ მიმდებარე აქციის მონაწილეები, ცდილობენ ისინი სცენის გაშლას, თუმცა ჯერჯერობით ისევ დაახლოებით 9 საათია ისინი ელიან პოლიციისგან დადასტურებლად უკვე პასუხს შეძლებენ თუ არა დღევანდელი საპროტესტო აქციისთვის სცენის გაშლას. სწორედ ამ ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ აქციის ერთ-ერთი მონაწილის გელა ხასაია სამოქალაქო აქტივისტისა და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი წევრის გაჩხრეკას სცადეს. უფრო სწორად ცდილობენ ახლაც პოლიციელები. გაუგებარია მიზეზი, რატომ უნდა გაჩხრეკონ გელა ხასაია აქციის მონაწილე, თუმცა ადამიანებს გელას ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ მიუახლოვდეს იმ ტერიტორიას, სადაც წესით ცოტა ხანში უნდა გაიშალოს სცენა. პირველ რიგში ინციდენტთან დაკავშირებით გელას ვკითხავ, გელა რა დაგისახელეს მიზეზად, რატომ ვერ უახლოვდები იმ ადგილს და თითქოს რა გიდევს ჩანთაში? არ ვიცი, ძალიან მეცინება, იმიტომ რომ აქ სხვა ადამიანებიც არიან ჩანთები და არავიზე პრობლემა არ ყოფილა და რატომღაც ჩემი ეს ჩანთა გახდა პრობლემა და მეუბნებიან, რომ უნდა დავათვალიეროთ და ვეუბნები, რომ გარეგანა დაათვალიერონ, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ამისი. უბრალოდ ჩანთის გახსნის უფლება არ აქვს და მე არ მივცემ იმის გაკეთების უფლებას, რისი უფლებაც არ აქვს. ამიტომ ხა ველოდები რას იზამინდა. ამდენი პოლიციელი რატომ მოიყვანეს, არ ვიცი. აზე არ ვარ, მაგრამ არ მაღელვებს ეგეც. დიდი მადლობა აქციის სხვა მონაწილეებსა და ორგანიზატორებსაც გავესაუბრები. მარიამ გამარჯობა. მარიამ შუშანია, სამოქალაქო აქტივისტი, კოალიცია ცვლილებისთვის წევრი. მარიამ, გითხარი, დღევანდელ საპროტესტო აქციაზე განრიგზე ვიცით, რომ მრავალფეროვანია კალენდარი დღევანდელი დღის. ბევრი მარშია დაანონსებული, საღამოს ველოდებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვას და ასე შემდეგ. დიახ, ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, რომ დღის აქციებმა ძალიან დიდი გაღიზიანება გამოიწვია საპატრულო ეკიპაჟის და ამავდროულად ქართული ოცნების წარმომადგენლების, რაც კიდევ ერთხელ იყო ჩვენთვის мотивация იმ ყველაფრის, რომ გაგვეგრძელებინა დღის აქციები და 12 საათზე ვიკრიბებით აქ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ და გარკვევით ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ვერასოდეს ვერ მოახერ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომ ვერასოდეს ვერ მოახერხებენ საქართველოს ისტორიის გადაწერას, მანამ სანამ ჩვენ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები ვარსებობთ ამ ქვეყანაში. რაც შეეხება საღამოს 8 საათზეც არის ძალიან დიდი აქცია დაანონსებული, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ დღეს ძალიან სიმბოლური თარიღი არის და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის მკაფიოდ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ აზრი და ვხედავთ ახლა ამ ეტაპზე უნდა დავდგათ სცენა, თუმცა ამ ყველაფრისთვის ველოდებით პასუხს ჩვენ გვაქვს დასტური მერიისგან, თუმცა რეალურად ვხედავთ, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც უნდა ცდილობდნენ, რომ დამოუკიდებლად გადაწყვეტილება მიიღონ, ელოდებიან უფროზებისგან ბრძანებას და ვხედავთ ახლა ჩხრეკვის პროცესს, სადაც გელა ხასაიას ცდილობენ, რომ ჩანთა გაუჩხრიკონ, მაშინ როცა ჩვენ დილიდან აქ ვიმყოფებოდით და ყველანი ვართ ზურგჩანთებით და ხმა არავის არ ამოუღია. დიდი მადლობა. დღევანდელი საპროტესტო აქციის თარიღი არ არის შემთხვევით შერჩეული. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა. აქ აქციის მონაწილეები, როგორც კადრში ხედავთ, ცდილობენ ისევ გაარკვიონ, მიიღებენ თუ არა საბოლოო დასტურს სცენის გაშლაზე, ასევე გელა შეძლებს თუ არა აქციის მონაწილე აქ თავისუფლად გადაადგილებას. მოვუსმინოთ, რას ამბობენ პოლიციელები. რა არის მიზეზი, რატომაც აუცილებელი გახდა აქციის მონაწილის გაჩხრეკვა? აქ ვერ მოვახდა თქვენი დეტალები, თუ არ რატომ გახდა აუცილებელი გელა ხასაიას გაჩხრეკა? სრულეს არ ვაპირებ, უყვირი ხარ, არ ვაპირებ. რატომ გახდა აუცილებელი მოქალაქის გაჩხრეკა? გაჩხრეკა არა, გაჩხრეკა არა. რას ითხოვთ? გიხსნით, ეხა ერთოს დამამთავრებელს. დღეს არის დაგეგმილი საპროტესტო აქცია მე. მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვამოწმებთ მოქალაქეებს. კონკრეტულად რა პროცედურას ატარებთ? უნდა ჩახოთ ხელი ჩანთაში და ნახოთ იქ რა ადებს? მოქალაქეების საფრთხის შემცველი რამე რომ არ შეიტანოს უნდა მაქვს. რა იგულისხმება? რა პროცედურები უნდა ჩატარდეს? დაგვათვალიერებთ. ჩხრეკა არაო ხომ თქვით და რა პროცედურა? მე მასთან
ჩვენთან ერთად გახსნას და ათვალიეროს მეტი არ რატომ მაინცა და მაინც გელა თქვა გელა ყველა მოქალაქეს ამოწევთ ბიუჯეტს ეჭვი გაქვს საფუძვლიანი ეჭვი ხალხი ჩანთებით შემოვიდა და თქვენ არ ვალდებოდი თქვენ აგიცათ მე რაზე მაქვს ეჭვი ხო მეუბნებით თქვენთან არ ვალდებოდი პოლიცია წაგიკითხავთ საერთოდ რა გიწერიათ კანონში პოლიციელი ხართ საყვალიო რატომ არათვალიერო გეუბნებით რატომ არათვალიერო რომელი მუხლეთ თუ შეიძლება რომ დაგვიგოთ ხო აგიხსენით ყველაფერი ვერ არ მიპასუხებ გიხსნით უნდა დაგითვალიეროთ ჩანთა თუ გნებავთ შეცვლა თუ არ გნებავთ გახსენით ხო გახსენით ხო მაგას მეუბნებით არის გარეგანი დათვალიერება რას გაგავით ათვალიერეთ ისე უნდა რატომ უნდა გადაიჭრა მოგვიწევს ხო ესე რომ გავმოვიხსენოთ რატომ? მეც ვერ გეტყვით ვერაფერს კითხვაზე მიპასუხეთ რატომ ჩვენ გვაქვს გონიღული ეჭვი და ამიტომ უნდა გავხსნათ თქვენი ჩანთა. აუა, ნუ მიყვირი ხარ ხუში ძალიან. როგორც მოისმინეთ, პოლიციელები ახლა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სამოქალაქო აქტივისტს გელა ხასაიას სთხოვენ, რომ მან გახსნას თავისი ჩანთა, როგორც თავად ამას განმარტავენ, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, ამბობენ პოლიციელები, რომ იმ შემთხვევაში თუ ის ჩანთას არ გახსნის და მათ დათვალიერების უფლებას არ მისცემს, ისინი გადაიყვანენ მას პოლიციის განყოფილებაში. რის გამო გადაიჭრა უბრალოდ? გარეგანი დათვალიერება არ არის გარეგანი დათვალიერება არ არის გელა ხასაია უარს ამბობს რომ გახსნას ჩანთა ამაზე პოლიციელები ამბობენ რომ ისკანო გელა ხასაია მოვდივარ რატომ მიყავთ პოლიციის განყოფილებაში აკავებენ გელა ხასაიას თქვენ ამას ხედავთ რას აკეთებ და სად მიყავთ? არ ვაკავებთ, გადავიყვანთ და გადავამოწმეთ, ამას ამბობენ, ხედავთ როგორ ჩატენეს გელა ხასაია პოლიციის მანქანაში მას შემდეგ რაც მან უარი თქვა ჭხრეკაზე. გელა ხასაია პოლიციის ეკიპაჟმა გადაიყვანა განყოფილებაში, რომელ განყოფილებაში სახელი დაუძახე გელა ქვიაო და მაგას დაუძახე. თქვენ არის სად გადაიყვანეთ და რატომ? პირველად ნახეთ ხარ ტაქსიაზე ბატონო სად გადაიყვანეთ და რატომ შეიძლება რომ პოლიციის დეპარტამენტში. და რატომ გადაიყვანეთ? რა დაარღვია გელამ? რატომ გაარიდეს? აუხსნეს კარგად. რატო არ უჩხრიკავთ ჩანთა ვიზეც მექნება საფუძველი ყველას გაუჩრიკავ მე გეუბნებით და ვიზეზი რა არის ხო შეიძლება კი ბატონო, როგორც კადრში თვალს ადევნებდით, გელა ხასაია პოლიციის ეკიპაჟმა გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში ჯერჯერობით დანამდვილებით არ გვეუბნებიან პოლიციელები და არ ვიცით რომელ განყოფილებაშია ის გადაყვანილი. მინდა გითხრათ, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო აქ ინციდენტი. ბევრი პოლიციელია ადგილზე, როგორც წესი ყოველთვის ასე ხდება. მობილიზებული მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 10 ალბათ იქნებიან აქციის მონაწილეები სულ რაღაც. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. მოკლედ გელა ხასაია გადაიყვანეს პოლიციის ჯერჯერობით ჩვენთვის არ ვიცით დანამდვილებით რომელ განყოფილებაში. მან მას შემდეგ რაც მან უარი თქვა ჩანთის ჭხრეკაზე, თავად აქ ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები, რეჟიმის ფორმიანი დამცველები თავად ამბობენ, რომ სხვა მოქალაქეებსაც გაჩხრეკენ, მოსთხოვენ მათ ჩანთების შემოწმებას, იმიტომ რომ ასე სურთ და აპირებენ ისინი, რომ დაიცვან დღევანდელ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეების უსაფრთხოება. მას ასე რომ შევაჯამოთ, საღამოს 8 საათზე, ზუსტად 8 საათში უფრო ნაკლებში დაიწყება რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია. შემთხვევითი არ არის რასაკვირველია დღევანდელი დღე. დღეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე, რა თქმა უნდა სიმბოლურია. შესაბამისად ეს თარიღი დმანისიდან მოემართება 100 კილომეტრიანი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ამ სახელწოდებით 100 კილომეტრიანი მოქალაქეების რიგი, რომლებიც შემოუერთდებიან დღეს საპროტესტო აქციას. პირველ რიგში ვნახოთ ეს კადრები ამ მოქალაქეების განწყობები დღევანდელ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით. პრინციპში ისინი უკვე მალე თბილისში იქნებიან და შემოუერთდებიან რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს. ამის შემდეგ კი უკვე გეტყვით დღევანდელი საპროტესტო აქციების მრავალფეროვანი კალენდრის შესახებ, მარშებისა და მსვლელობების შესახებ. ახლა ვართ გაჩერებულები სოფელ კოდაში, გადმოვლახეთ დმანისიდან 73 კილომეტრი, დაგვრჩა 29 კილომეტრი ველამდე. ველოდებით ახლა თეთრი წყარო წალკას რამდენიმე წუთში შემოგვიერთდებიან და ერთად დავიძრებით რუსთავი და გარდაბანის ზემო ფონიჭალაში შეგხვდება. შემდეგ ასევე ერთ შეხვედრის ადგილი გვაქვს მათთვისაც, ვისაც ჩვენ მარშთან ერთად უნდა რუსთაველზე მივიდეს.
ორთაჭალაში ვიქნებით 7 საათზე ქართული ოცნების ახალ ოფისთან და ერთად მივიდეთ რუსთაველზე დამოუკიდებლობის დასაცავად. 29 მარტს დავიწყეთ ეს მარში დმანისიდან 100 კილომეტრია რუსთაველამდე, გამოვიარეთ ბოლნისი მარნეული, ბოლნისში გავათენეთ პირველი ღამე. დღევანდელი საპროტესტო აქციების, მარშების, მსვლელობების გრაფიკი და კალენდარი, როგორც გითხარით, საკმაოდ მრავალფეროვანია. ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში თბილისის მასშტაბით, ასევე რეგიონებში სხვათა შორის იქნება საპროტესტო აქციები. ძირითადად ეს მიეძღვნება, რა თქმა უნდა, დღევანდელ თარიღს, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს საქართველოს ისტორიაში. დღევანდელი დღე გაიხსნება საპროტესტო აქციით პარლამენტის უკან მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქეები ცოტა ხანში შეიკრიბებიან და გააპროტესტებენ ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიას, მათი შეფასებით საგამოძიებო კომისიის, მათი შეფასებით კი მოღალატეობრივი კომისიის ქმედებებსა და მათ სხდომის პარალელურად გამართავენ საპროტესტო აქციას. უკვე საღამოს 7 საათზე სტუდენტების მსვლელობა იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან. ამის პარალელურად ისევ საღამოს 7 საათზე რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება რესპუბლიკის მოედნიდან. ისევ საღამოს 7 საათზე იქნება მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის აკაკი ჩხენკელის ბიუსტიდან მარში, ხოლო ასევე ისევ საღამოს 7 საათზე იქნება ტრადიციული საპროტესტო აქცია, შემდეგ უკვე მარში და მსვლელობა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირზე. ყველა ეს მარში და მსვლელობა უკვე საღამოს 8 საათზე შეიკრიბება სწორედ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე. საღამოს 9 საათზე უკვე პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიმართავს საზოგადოებას, გააცნობს მას ოპოზიციასთან ერთად იმ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც და რომლის აღსრულებითაც ოპოზიციასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს წარმოუდგენიათ იმ ორი ძირითადი მოთხოვნის შესრულება, რომელიც გასდევს და ჟღერდება რეჟიმის წინააღმდეგ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის პირველი დღიდან. გაგახსენებთ, რომ ეს არის რეჟიმის პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი არჩევნები.